წელს პირველად ტარდება APCO Cup-ი GTA-ის ეგიდით, საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის, რომელსაც მიენიჭა 1000 ქულა ორ კატეგორიაში. მამაკაცების ერთეული 32 მონაწილე არის და ასევე შერეული ტიპის წყვილების თანრიგში. საკმაოდ დაძაბული თამაშები მიმდინარეობს, 17 აპრილს დაიწყო თამაშები. ასეთი ტიპის ტურნირები ხელს უწყობს ამ სპორტის სახეობის განვითარებას. მოგეხსენება ჩვენი კომპანია უკვე წლებია ოპერირებს სამშენებლო სექტორში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გვერდში დაუდგეთ სპორტს და ჯანსაღ ცხოვრებას. შესაბამისად ჩვენ შევუერთდით სამოყვარულო ლიგას GTA-ს და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩვენი ტურნირით გაიხსნა ეს სეზონი. წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს. მოგესალმებით, მე ვარ მოყოლა ჩოგბურთელი, სანდრო მალაკელიძე. მონაწილეობას ვიღებდი APCO Cup-ის ტურნირზე. გარემოზე რო ვისაუბროთ ორი სიტყვით, ძალიან ასე ვთქვათ, მაღალი ლეველის ტურნირი იყო. მსგავსი მასშტაბის შეიძლება ითქვას, რომ არ ჩატარებულა, ყველაფერი ასე ვთქვათ, თავის ადგილზე იყო მოთამაშეების კომფორტისთვის, რა ვიცი, დაწყებული ასე ვთქვათ, მომსახურე პერსონალით, ფურშეტებით, ტაბლოთი, მსაჯები და ასე შემდეგ, ყველაფერი იყო საკმაოდ მაღალ დონეზე. მსგავსი ჩატარებული ტურნირები ზოგადად მოტივაციას აძლევს ყველა მოთამაშეს, სტიმული არის რა თქმა უნდა, კომფორტი არის, რომ თავისუფლად იგრძნოს და კარგად იგრძნოს მოთამაშემ თავი ტურნირზე და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასე ვთქვათ, მომდევნო მის განვითარებას.